მოგესალმებით. დღეს დეტალურად ვისაუბრებთ მარკეტინგის სექციაზე, რომელიც ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია და მრავალფეროვანია. ჩამონათვალში პირველ მახასიათებლად წარმოდგენილია კომპანიის ზომა, მცირე, საშუალო და მსხვილი. კომპანიის ზომა განისაზღვრება წლიური ბრუნვის დიაპაზონის მიხედვით. მცირე ზომის კომპანიას მიეკუთვნება 500,000 ლარის ბრუნვის მქონე კომპანიები, საშუალო 500,000-დან 5 მილიონამდე, ხოლო მსხვილი კომპანიები 5 მილიონის ზევით. შემდეგი მახასიათებელია თანამშრომელთა რაოდენობა. როგორც ხედავთ, მოცემულია თანამშრომლებისა და დროებითი თანამშრომლების რაოდენობების დიაპაზონები. თუ მიუთითებთ ერთ დიაპაზონზე, მეც არ დაგავიწყეთ აქვე მონიშნოთ ინფორმაციის გამოტანაც. რათა გქონდეთ სხვადასხვა მაჩვენებლის მქონე კომპანიების შედარების შესაძლებლობა. პარტნიორები და მომწოდებლების განყოფილება დაყოფილია ადგილობრივ და უცხოურ პარტნიორების სექციად, ასე ვთქვათ. თუ ვეძებთ იურიდიულ სუბიექტს, რომელზეც უკვე ინფორმირებული ვართ, რომ მათ ბაზარზე ნამდვილად ჰყავთ პარტნიორები ან მომწოდებლები, შესაბამის სექციაში ასარჩევი მენიუდან ვირჩევთ ყავს. თუ ვეძებთ ინფორმაციას კონკრეტულად რომელ კომპანიას ბაზარზე, რომელ კომპანიასთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა, ამ შემთხვევაში ჩავწერთ სასურველი კომპანიის დასახელებას. ადგილობრივში ქართულად, უცხოურში ლათინურად. მომწოდებლებში მიუთითებთ შესაბამისი კომპანიის დასახელებას, ასევე სისტემიდან ავირჩიოთ რეალიზებული პროდუქტი, ჩავწეროთ ბრენდი ან სამივე პარამეტრის კომბინაცია. იგივენაირი პრინციპით მოქმედებთ უცხოურ მომწოდებლებში, იმ განსხვავებით, რომ კომპანიის დასახელება შეიძლება ქართულ ვერსიაშიც ლათინურად მიუთითოთ. თუ გსურთ კომპანიის სორტირებისას ყველა ეს მონიშნული ინფორმაცია თითოეულ კომპანიის პროფილის დათვალიერების გარეშე იხილოთ, არ დაგავიწყეთ მიუთითოთ ინფორმაციის გამოტანის ვერი. გადავიდეთ დისტრიბუტორების და დილერების განყოფილებაზე. თუ ვეძებთ კომპანიებს, რომელთა ჰყავთ დისტრიბუტორები, დილერები, შესაბამის სექციაში ასარჩევი მენიუდან აირჩევთ ყავს. ასევე შესაძლებელია გადახვიდეთ გაფილტრაზე. თქვენ უკვე იცით, რომ BIAS კატალოგში შესაძლებელია საქართველოს ბაზარზე მოქმედი ISO, GMP და სხვა სერტიფიკატების მქონე ბიზნესის მოძიებაც. აქვე ხედავთ ორ ვარიანტს. კომპანიები, რომელიც ნებისმიერი ხარისხის სერტიფიკატი უფიქსირდებათ, მონიშნოთ აქვს. თუ კონკრეტულად რომელიმე სერტიფიკატის მფლობელ კომპანიას ეძებთ, დამატებით აირჩიეთ ჩამოსაშლელი მენიუდან და სერტიფიკატის დასახელებას მონიშნავთ. არ დაგავიწყდეთ დამატების მონიშნა. გადავიდეთ იმპორტის და ექსპორტის სექციაზე. იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებით დაინტერესების შემთხვევაში იმოქმედებს შემდეგნაირად. თუ თქვენთვის მთავარია, რომელიმე კომპანია ახორციელებდეს იმპორტს ან ექსპორტს, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას და პროდუქტს, ან პირიქით გინდათ გამორიცხოთ ბაზარში არჩეული კომპანიებიდან ისეთი კომპანიები, რომლებიც არ ახორციელებენ იმპორტს ან ექსპორტს, ამ შემთხვევაში ასარჩევი მენიუდან აირჩევთ შესაბამის ველებს, არ ახორციელებს ან ახორციელებს. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ იმპორტირებული და ექსპორტირებული საქონლის მოცულობა, რომელიც მოცემულია ტონის დიაპაზონში. მიიღებთ ინფორმაციას გადამზიდი კომპანიების შესახებ, თუ რა ტიპის გადაზიდვებს ახორციელებს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს სახმელეთო, სარკინიგზო, საგზაო თუ საჰაერო. თუ უკვე ინფორმირებული ბრძანდებით იმ იურიდიული სუბიექტის შესახებ, რომლებიც კონკრეტულ პროდუქტის მსოფლიო რეგიონებიდან ან ქვეყნიდან იმპორტს თუ ექსპორტს ახორციელებს, ამ შემთხვევაში ავსებთ შესაბამის ველებს. როცა გსურთ ერთდროულად ყველა მახასიათებლით მოიძიოთ ინფორმაცია. შესაბამისი ლოგიკის გამოყენებით დაამატეთ ყველა მახასიათებელი ერთდროულად, რათა კატალოგმა მოთხოვნილი კრიტერიუმის კომბინაციის შედეგი გიჩვენოთ. შეგახსენებთ, შევსებული ინფორმაციის დამატება შესაბამისი ხილაკით აუცილებელია ყველა, სადაც ამის მოთხოვნა ფიქსირდება. მომსახურე კომპანიების ველში გამოვყავთ ბანკები, სადაზღვევო და ნავთობ კომპანიები. ბანკების შემთხვევაში ჩამოშლილ ველში შესულია საქართველოში ბაზარზე მოქმედი ყველა ბანკი, რომელთა არჩევაც ხდება დასახელების მიხედვით. სადაზღვევო კომპანიების არჩევის შემთხვევაში არა მხოლოდ დასახელების კომპანიებს არჩევთ, არამედ სადაზღვევო პროდუქტს. ანალოგიური კრიტერიუმით ხდება ნავთობ კომპანიების მომსახურება.
იურიდიული სუბიექტის შერჩევა, თუმცა ამ შემთხვევაში დამატებით უთითებთ რაოდენობას ან მოცულობას, რომელიც მოცემულია დიაპაზონში. დანარჩენი მომსახურებები სარეკლამო, აუდიტორული, იურიდიული, საბუღალტრო, საკურიერო მომსახურებები უკვე შეგიძლიათ შეარჩიოთ კონკრეტულად ტიპი მომსახურების და მონიშნოთ თუ ემსახურება ესა თუ ის ორგანიზაცია. მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტ კავშირით მოსარგებლე იურიდიული სუბიექტების მოძიება იგივე პრინციპით ხორციელდება, როგორც ეს მომსახურე კომპანიების შემთხვევაშია. საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ გსურთ ყველა კრიტერიუმით ან კრიტერიუმით კომბინაციით იხილოთ ეკრანზე, მონიშნეთ ინფორმაციის გამოტანის ხილვაკი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, შემდეგ ჩართვაში განვიხილოთ ფინანსების სექციას. ნახვამდის.